აკაკი წერეთლის ჩანგური. ლექსის მთავარი თემებია სიმართლის მსახურება, პოეტის მისია და სოციალური სამართლიანობა. ამ ლექსში ჩანგური პოეზია წარმოდგენილია როგორც სიმართლის მსახურების იარაღი, პოეტის მისია, წმინდა აზრების განმტკიცება და გულწრფელობის გავრცელება, ხელოვნება განხილულია როგორც საზოგადოებრივი სამსახურის ფორმა. ძირითადი სიმბოლო ჩანგურია, რომელიც პოეტის სიტყვა შემოქმედებას ნიშნავს, ხოლო სიმები პოეტური ხმა, რომელიც გავლენას ახდენს საზოგადოებაზე. აკაკი იყენებს მუსიკალურ მოტივებს, სიმები, ჟღერა, ხმები, ასევე კონტრასტის პრინციპს, თხინი, მწუხარება. თეთრი შავი. ჩანგურში პოეტი იცავს დაჩაგრულთა ინტერესებს და მიმართულია უსამართლობის წინააღმდეგ, მასში ხაზგასმულია მჩაგვრელთა მხილების აუცილებლობა. ავტორი ხაზს უსვამს ხელოვანის საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას, დაიცვას დაჩაგრულთა ინტერესები და წინააღმდეს უსამართლობას. პოეტი აცხადებს მზადყოფნას, პირადი მსხვერპლის ფასადაც კი იბრძოლოს სიმართლისთვის და უარი თქვას ყოველგვარ მლიქვნელობაზე. ცეც საუკუნის კოლონიური საქართველოს კონტექსტში ეს ნაწარმოები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, როგორც პოეტის უკომპრომისო პოზიციის გამომხატველი მანიფესტი. საშინაო დავალება დაწერეთ მცირე ესე, პოეტისა და პიეზიის დანიშნულება აკაკი წერეთლის ჩანგურის მიხედვით.